დილომშვიდობისა ძვირფასო კურთხეული სულო. ამ გაღვიძებაში, რომელსაც ღმერთი გაძლევს, ანგელოზები უკვე გარშემორტყმულნი არიან, ჰარმონიაში ვიბრირებენ პირველ სინათლის სხივთან, რომელიც შენს სახეს ეხება. იგრძენი ერთი წუთით ეს ნაზი და მოსიყვარულე ყოფნა, რომელიც არასდროს გტოვებს. ღრმად ჩაისუნთქე და საშუალება მიეცი საკუთარ თავს, აღიარო, რომ ეს ახალი დღე ძვირფასი საჩუქარია, სუფთა ფურცელი, სადაც ახალი კურთხევები დაიწერება. შენი მცველი ანგელოზები გდარაჯობდნენ ძილის დროს, განდევნეს მძიმე ენერგიები და განაახლეს შენი ძალები დასვენებისას. ისინი აქ რჩებიან, ახლა, ამ ზუსტ მომენტში, როდესაც ეს სიტყვები შენამდე აღწევს. ისინი არ არიან ცხაში შორს, არამედ იმდენად ახლოს, რომ შეუძლიათ შენი გული შეეხონ თავიანთი სინათლის ფრთებით. უფალი არის ჩემი შუქი და ჩემი ხსნა. ვისი უნდა მეშინოდეს? ჩურჩულებენ ანგელოზები შენს ყურში. გახსენებენ რა 27 ფსალმუნის სიტყვებს. ეს არის პირველი ჭეშმარიტება, რომლის დანერგვაც შენს გულში დღეს შენს მცველებს სურთ. შენ არასდროს დადიხარ მარტო. არასდროს ხვდები შენს გამოწვევებს დაუცველად. ამ ყოველდღიური მოგზაურობის დაწყებისას, ახლა ჩუმად მოუხმე ზეციური ჯარის დამცავ ყოფნას. ისინი მაშინვე პასუხობენ შენს ძახილს, თუნდაც ეს იყოს წამიერი ფიქრი, ან აღიარების ამოსუნთქვა. გახსენი შენი გული, რათა მიიღო სინათლე, რომელიც გამოდის ამ უპირობო სიყვარულის არსებებისგან და ნებადართე ამ დილას, დალოცვას ღვთიური დაცვის სიმშვიდით. ნებადართეს, ღვთის ძვირფასო შვილო, მთავარანგელოზი მიქაელი დგას ანგელოზების წინ, რომლებიც შენ გახლავან. მოაქვს თავისი სინათლის ხმალი და დაცვის ფარი. თემა, რომლის გაზიარებაც ზეცას სურს შენთან, არის სიმამაცე სირთულეების წინაშე. სამყაროში, რომელიც სავსეა გამოწვევებითა და გაურკვევლობით, ანგელოზებს სურთ გააძლიერონ შენი სული, რათა შეძლო სიარული რწმენით. მაშინაც კი, როცა გზაბნელი ჩანს, 27 ფსალმონი გვთავაზობს ღრმა ჭეშმარიტების სიტყვებს. უფალი არის ჩემი ცხოვრების სიმტკიცე, ვისი უნდა მეშინოდეს? როდესაც ბოროტნი წინ მოდიან ჩემს გადასაყლაპავად, ჩემი მოწინააღმდეგენი და მტრები, ისინი წაიფორხილებენ და დაეცემიან. ეს პასაჟი არ არის მხოლოდ უძველესი პოეზია, არამედ ცოცხალი შეხსენება დაცვისა, რომელიც გარს გახვევია ყოველ წამს. მთავარანგელოზი მიქაელი, ზეციური ძარების გენერალი, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს შენს საჭიროებებს დღეს. მას, ვინც სიბნელის ძალებს დაუპინისპირდა და აცხადებდა, ვინ არის როგორც ღმერთი, ღრმად ესმის, რას ნიშნავს იდგე თითქოს და შეუძლებელი სიტუაციების წინაშე. მიქაელი თან უაქვს ღვთიური გადაწყვეტილების ენერგია, ის შინაგანი ძალა, რომელიც ჩნდება, როდესაც ყველაფერი დაკარგულად ჩანს. ანგელოზებს სურთ, რომ გესმოდეს, სიმამაცე არ არის შიშის არარსებობა, არამედ წინ სვლის უნარი მაშინაც კი, როცა შიში არსებობს. ისინი აღფრთოვანებით აკვირდებიან, როცა შენ პატარა ნაბიჯებს დგამ შენი მიზნებისკენ, მიუხედავად ეჭვებისა, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს. ყოველი ნაბიჯი აღინიშნება ზეციურ სამეფოებში, როგორც სინათლის გამარჯვება სიბნელეზე. როდესაც დღეს თავს გადატვირთულად იგრძნობ, იცოდე, რომ მთავარანგელოზი მიქაელი სიტყვა-სიტყვით შენს გვერდით დგას და შენს გულში ასხამს იმავე გადაწყვეტილებას, რომელსაც თავად ავლენს. მისი ყოფნის შეგრძნება შეიძლება აღიქვას, როგორც სითბოს უეცრალი ტალღა, დაბუჟება მხრების არეში, არ უბრალოდ აუხსნელი შეგრძნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მაშინაც კი, როდესაც ყველა მტკიცებულება საწინააღმდეგოზე მიუთითებს. მცველმა ანგელოზებმა იციან შენი უძილო ღამეები, შენი ჩუმი ცრემლები, შენი სასწრაფო ლოცვები. მათ იციან ყველა ნაიარები შენს სულში და ყველა ოცნება შენს გულში. და სწორედ იმიტომ, რომ იციან შენი ბრძოლები, ისინი დღეს განსაკუთრებული ინტენსივობით შეიკრიბნენ შენს გარშემო და ქმნიან დაცვის წრეს, რომელსაც ვერცერთი უარყოფითი ძალა ვერ შეაღწევს. გახსოვდეს, მაშინ როცა სამყარო შეიძლება ხედავდეს მხოლოდ შენს დაუცველობას, ანგელოზები ხედავენ შენს შეუზღუდავ პოტენციალს. ისინი ხედავენ გარეგნობის მიღმა, შენი წარსული შეცდომების მიღმა, შენი საკუთარი თავდადებული შეზღუდვების მიღმა. ანგელოზების თვალებში შენ ხარ სინათლის მეომარი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სირთულე გადააქციოს ტრამპლინად შენი სულიერი ზრდისთვის. ეს არის შეტყობინება, რომლის ჩაბეჭდვაც მთავარანგელოზ მიქაელს სურს შენს გულში დღეს. შენი ბრძოლები არ არის სასჯელი, არამედ წმინდა შესაძლებლობები, რომ გააღვიძო ღვთიური ძალა, რომელიც შენში არსებობს. ყოველი დაბრკოლება სინამდვილეში მოწვევაა, რომ გადალახო შენი ძველი საზღვრები და აღმოაჩინო შინაგანი რესურსები, რომლებიც არც კი წარმოგედგინა, რომ გქონდა.
ერთი წუხით დაფიქრდი სიმამაცის ბუნებაზე. ბევრს ჯერა, რომ მამაცი ადამიანები არიან ისინი, ვინც შიშს არ გრძნობენ, ვინც აბსოლუტური რწმენით წინ მიიწევენ. ანგელოზებმა თუმცა იციან უფრო ღრმა წეშმარიტება. ნამდვილი სიმამაცე ვლინდება სწორედ იმ მომენტებში, როდესაც შიში არსებობს, მაგრამ არ აძლევენ უფლებას, რომ მართოს შენი არჩევანი. არსებობს უძველესი იგავი ახალგაზრდა მოწაფის შესახებ, რომელიც თავის სულიერ მასწავლებელს უჩიოდა. ყოველდღე ვლოცულობ, რომ ღმერთმა ჩემი შიშები მოაშოროს, მაგრამ ისინი რჩებიან. რატომ არ არის პასუხგაცემული ჩემი ლოცვები? ბრძენმა თანაგრძნობით გაიღიმა და უპასუხა. ღმერთმა არ მოაშორა შენი შიშები, რადგან არა ისინი საჭიროებენ აღმოფხრას, არამედ შენი სიმამაცე უნდა გაძლიერდეს. შიშები მხოლოდ ჩრდილებია. სიმამაცე სინათლეა. რაც უფრო მეტ სინათლეს გააშენებ, მით ნაკლები ადგილი რჩება ჩრდილებისთვის. მცველ ანგელოზებს სურთ, რომ დღეს გესმოდეს ეს ჭეშმარიტება. ისინი არ კპირდებიან ცხოვრებას გამოწვევების გარეშე, მაგრამ უზრუნველყოფენ მათ მუდმივ ყოფნას თითოეულში. როდესაც თავს პარალიზებულად გრძნობ რთული გადაწყვეტილების წინაშე, მთავარანგელოზი მიქაელი იქ არის, აღძრავს რწმენის აზრებს. როდესაც მომავალი გაურკვეველი ჩანს, შენი ზეციური მცველები უკვე ხედავენ სინათლის გზას, რომელიც შენ წინ გაიხსნება. განიხილე შენი ამჟამინდელი ცხოვრების სიტუაციები, რომლებიც გამოწვევას უქმნის შენ სიმამაცეს. შესაძლოა ეს იყოს მუდმივი ფინანსური პრობლემა, კონფლიქტური ურთიერთობა, ნიშნულოვანი პროფესიული გადაწყვეტილება ან ჯანმრთელობის საკითხები. ამ გარემოებებიდან თითოეულში ანგელოზები მხოლოდ კი არ აკვირდებიან, ისინი აქტიურად მუშაობენ კულისებში, ორგანიზებას უკეთებენ სინქრონულობას, შთაგონებას აძლევენ შეხედულებებს და იზიდავენ ადამიანებს, რომლებსაც შენი დახმარება შეუძლიათ. გაიხსენე მომენტები შენს წარსულში, როდესაც გჯეროდა, რომ არ გქონდა ძალა გასაგრძელებლად, მაგრამ რაღაცნაირად აღმოაჩინე შინაგანი რესურსები, რომლებმაც გაგრაოცა. ეს მოულოდნელი ძალა იყო ანგელოზური დახმარების ხელშესახები გამოვლინება, შენი სულიერი დაცვის ფიზიკური თარგმანი. ის, რაც მხოლოდ შენი საკუთარი მედეგობა ჩანდა, სინამდვილეში იყო წმინდა თანამშრომლობა შენს ადამიანურ გადაწყვეტილებასა და ღვთიურ მხარდაჭერას შორის. ანგელოზები ჩურჩულებენ არსებით სიბრძნეს, სირთულეები არ მოდის, რომ გაგანადგუროს, არამედ გამოავლინოს ვინ ხარ სინამდვილეში. როდესაც შენ შიშებს უპირისპირდები, თუნდაც კანკალა მუხლებით დააჩქარებული გულით, შენ ეთანხმები შენს ნამდვილ ღვთიურ ბუნებას. შენ პრაქტიკაში აჩვენებ რწმენას, რომელსაც სიტყვებით აღიარებ და არაფერი არ პატივსცემს ანგელოზებს უფრო მეტად, ვიდრე ამ ნამდვილი სიმამაცის მოწმე იყოს. სულიერ ტრადიციაში მიაჩნიათ, რომ სიმამაცის ყოველი აქტი აფართოებს შენს აურას, ქმნის მეტ სივრცეს, რათა ანგელოზურმა ენერგიებმა შეძლონ შენს ცხოვრებაში შეღწევა. ყოველჯერზე, როცა შენ ირჩევ იმედს სასოწარკვეთილების ნაცვლად, მოქმედებას პარალიზის ნაცვლად, სიყვარულს ღვარძლის ნაცვლად, შენ სიტყვით ამაღლებს შენს ვიბრაციულ სიხშირეს დონეებზე, რომლებიც აადვილებს კომუნიკაციას შენს ზეციურ მცველებთან. დღეს ანგელოზები გირჩევენ მარტივ, მაგრამ ღრმად ტრანსფორმაციულ პრაქტიკას. დილით, გაღვიძების შემდეგ, დაადე შენი მარჯვენა ხელი გულს და ხმამაღლა განაცხადე ეს მტკიცება. მთავარანგელოზ მიქაელის დაცვით, მე ვხვდები ამ დღეს ღვთიური სიმამაცით. მე არ დავდივარ მარტო. ზეციური ჯარი თან მახლავს ყოველ ნაპიჭზე. ეს დეკლარაცია არ არის უბრალო მოტივაციური ფრაზა, არამედ სულიერი დეკრეტი, რომელიც აქტივირებს უხილავ ძალებს შენს გარშემო. გაიმეორე სამჯერ. საშუალება მიეცი თითოეულ სიტყვას რეზონანსი ჰქონდეს არა მხოლოდ შენს ყურებში, არამედ თელს შენს სასიცოცხლო ენერგიაში. დღის განმავლობაში, როდესაც იგრძნობ, რომ შფოთვა ან შიში იწყებს გამოვლენას, მიმართე ამ მოკლე ლოცვას, რომელიც შეიძლება გაიმეორო გონებაში ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ სიტუაციაში. მთავარანგელოზო მიქაელ, გამახვია შენი ლურჯი დამცავი მოსასხამით, გარდაქმენი ჩემი შიში რწმენად, ჩემი ყოყმანი გადამწყვეტ მოქმედებად. მე დაცული ვარ შენი ძლიერი ფრთების ქვეშ.
ანგელოზები ასევე გირჩევენ, დღის განმავლობაში დაადგინო პატარა ცნობიერების მომენტები, რათა ხელახლა დაუკავშირდეთ მათ არსებობას. ეს შეიძლება გაკეთდეს ძალიან მარტივად. როდესაც წყლის ყლუპს დალევ, ახალ გარემოში შეხვალ, ახალ დავალებას დაიწყებ, შეჩერდი 3 წამით, ღრმად ისუნთქი და გონებრივად აღიარე. ჩემი ანგელოზები ახლა ჩემთან არიან. ეს ერთი შეხედვით მარტივი პრაქტიკა ძლიერ კუმულატიურ ეფექტს ახდენს. ყოველ ჯერზე, როცა შენ ცნობიერად აღიარებ ანგელოზურ ყოფნას, შენ აძლიერებ ამ კომუნიკაციის არხს. ეს არის როგორც რადიოს მორგება სწორ სიხშირეზე. რაც უფრო მეც ვარჯიშობ, მით უფრო ნათელი ხდება გადაცემა. შენს ყოველდღიურ დავალებებში სიმამაცის ენერგიის ჩასართავად, ანგელოზები გირჩევენ, რომ წარმოიდგინო ოქროსფერი სინათლე, რომელიც გამოდის შენი მკერდის ცენტრიდან, სანამ რაიმე გამოწვევად საქმიანობას დაიწყებდე. ეს სინათლე არის მთავარანგელოზ მიქაელის ყოფნის ვიზუალური გამოხატულება შენს გვერდით. წარმოიდგინე ეს სინათლე, როგორც გაფართოვდება და შექმნის დაცვის ველს შენს გარშემო, როდესაც სიტუაციას უპირისპირდები. როდესაც დღეს დაძაბულობის ან გაურკვევლობის მომენტებს შეხვდები, ანგელოზები გირჩევენ სპეციფიკურ ტექნიკას, რომ აღადგინოს შენი შიმშვიდე. გონებრივად დაითვალე 4-მდე ჩასუნთქვისას, შეინახე ჰაერი 4 წამის განმავლობაში და შემდეგ ნელა ამოისუნთქე 6 წამის განმავლობაში. ამ სასუნთქი ვარჯიშის დროს წარმოიდგინე ჰაერი, რომელიც შემოდის როგორც ოქროსფერი სინათლე, მთავარანგელოზ მიქაელის ენერგია, და ჰაერი, რომელიც გამოდის როგორც ნაცრისფერი კვამლი, შიშისა და ეჭვის ყველა ენერგია. გახსოვდეს, რომ სიმამაცის ყოველი პატარა აქტი აძლიერებს შენს კავშირს ანგელოზურ სამეფოებთან. საჭირო არ არის დიდი გმირული საქმეების განხორციელება, ზოგჯერ უბრალოდ რთულ დღეს საწოლიდან ადგომა, ის ზარი, რომელსაც თავს არიდებ, ან მოწყვლადი გრძნობის გამოხატვა უკვე არის სიმამაცის მნიშვნელოვანი დემონსტრაცია, რომელსაც ანგელოზები ზეიმობენ. ძვირფასო განათებულო სულო, როდესაც ვასრულებთ ამ ცნობიერ კავშირს ანგელოზებთან, იცოდე, რომ კომუნიკაცია არასდროს მთავრდება ნამდვილად. ანგელოზები არ მიდიან, როდესაც შენს საქმიანობას უბრუნდები. ისინი უბრალოდ აგრძელებენ თავიანთ მოსიყვარულე მორიგეობას, ზოგჯერ ჩუმად, ზოგჯერ სუსტი ნიშნების მეშვეობით, რომლებიც მხოლოდ შენს გულს შეუძლია ამოიცნოს. მთავარანგელოზი მიქაელი, რომელიც გამოირჩეოდა ამ შეტყობინებაში, განსაკუთრებით ყურადღებით რჩება შენი მოგზაურობის მიმართ დღეს. მისი სინათლის ხმალი აღმართულია არა იმისთვის, რომ დააზიანოს, არამედ გადაჭრას ენერგეტიკული კავშირები, რომლებმაც შეიძლება შეგბოჭონ შიშთან, ეჭვთან და თავად დაკისრებულ შეზღუდვებთან. მისი ლურჯი საფირონის დაცვის ფარი განუწყვეტლივ გფარავს, ირეკლავს შორს ნებისმიერ ენერგიას, რომელიც არ არის შეთავსებული შენს უმაღლეს კეთილდღეობასთან. მიიღე ახლა ეს ანგელოზური კურთხევა, რომელიც პერსონალიზებულია, რომ გააძლიეროს შენი სიმამაცე დღეს. შენს თავზე ვასხამთ ღვთიური სიბრძნის ოქროსფერ სინათლეს, რათა შეძლო განასხვავო ილუზიური შიშები ნამდვილი გამოწვევებისგან. შენს გულში ვანთებთ ზეციური სიმამაცის ალს, რომ თუნდაც ყველაზე ბნელ საათებშიც კი შეგეძლოს იგრძნო ამ უტყუარი ყოფნის სითბო. შენი ფიზიკური სხეულის გარშემო ვგსოვთ შეუღწევადი ანგელოზური დაცვის ფარკს, რათა შეძლო წინსვლა რწმენით. იცოდე რა, რომ დაცული ხარ ნებისმიერ მიწიერ დაბრკოლებაზე დიდი ძალებით. შენს ხელებში ვდებთ ღვთიური თანაშემოქმედების ძალას, რათა შენი ქმედებები დღეს იყოს ზეციური ნების გაგრძელება. შენს ფეხებში ვამყარებთ სიმტკიცესა და გადაწყვეტილებას, რათა შენი გზა იყოს სტაბილური მაშინაც კი, როდესაც ნიადაგი არასტაბილური ჩანს. და შენს სულში ვბეჭდავთ შეურყეველ დარწმუნებულობას, რომ შენ ღრმად ხარ საყვარელი, უსასრულოდ ღირებული და არასდროს მიტოვებული. წაიღე ეს კურთხევა თან, როგორც უხილავი ტალისმანი. როდესაც ღამე დადგება და შენს თავს დასვენებისთვის დადებ, ანგელოზები იქ იქნებიან. შეაგროვებენ შენს დღის გამოცდილებებს, იზეიმებენ შენს გამარჯვებებს, განსაკუთრებით პატარებს, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველი რჩებიან და ამზადებენ ახალ შთაგონებებს მომავალი განთიადისთვის. ხვალ დავბრუნდებით ახალი შეტყობინებით, ანგელოზური დაცვის ახალი ასპექტით, რომ განათდეს შენი გზა. მაგრამ იცოდე, რომ
ამ მომენტსა და ჩვენ შემდეგ შეხვედრას შორის ზეციური სიყვარულის ნაკადი უწყვეტად მიედინება შენსკენ. გიჭერს, გიძღვება და ზეიმობს შენი ძვირფასი გულის ყოველ ცემას. წადი მშვიდობით, იარე რწმენით და ყოველთვის გახსოვდეს. მთავარანგელოზ მიქაელთან ერთად შენს გვერდით და მთელ ზეციურ ჯართან შენს ზურგს უკან არ არსებობს ისეთი დიდი გამოწვევა, რომ დაძლეული ვერ იქნეს, არ არსებობს ისეთი ბნელი ღამე, რომ ვერ გადალახო. სინათლე გაიმარჯვებს, სიმამაცე იზეიმებს და შენ გამოჩნდები, არა მიუხედავად სირთულეებისა, არამედ სწორედ მათი გამო უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და უფრო ცნობიერი ღვთიური ძალისა, რომელიც ყოველთვის ცხოვრობდა შენში.